დიახ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ოპოზიციის დევნის საქმეზე გააკეთა განცხადება, ის გამოეხმაურა თელავში ქორწილში მომხდარი ინციდენტს და ამბობს, რომ ეს ერთი ინციდენტი აჩვენებს იმას, როგორ იქცევიან რუსი ტურისტები საქართველოში, რომ ისინი ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ სურთ და მათ არავინ არ ეწინააღმდეგებათ, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლება თვალებში უყურებს ოკუპანტ ქვეყანას, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რუსი ტურისტები ისე იქცევიან ჩვენს ქვეყანაში, თითქოს ჩვენი ქვეყანა მათ ჰქონდათ დაპყრობილი. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებიდან ფრაგმენტი, რომელიც მან გააკეთა სხდომათა დარბაზში. ნახეთ რა დამარხეს ტურიზმის სფეროს. მთლიანად გაუარესდა ხარისხი და სრულიად ღორული დამოკიდებულება აქვს ჩამოსულებს ჩვენი ხალხის მიმართ. ქვეყანაში დგას რუსული შარდის სული. იქ სადაც თვითმარქვია ხელისუფლება დგას უკანა თათებზე და რუსეთს შეყურებს თვალებში და ცდილობს ყველა მისი სურვილი გამოიცნოს და შეუსრულოს. რათა ყოველკვირეულად ბინძურმა დედაკაცმა ზახაროვამ შეაქოს მორის პრესკონფერენციაზე. და ამ ზახაროვას რომ სადმე გადაეყაროს თავმოყარე ქართველი ასეთები კიდევ დარჩა ბევრი და უხეშად გასცეს პასუხი, ესაც ქალებზე ძალადობა ჩაითვლება და მასეც საქმეს აღწრავენ. ხოდა სადაც ასეთ ქვეყანაში ჩამოდიან რუსები, რომელსაც კაპიტულატიური ხელისუფლება ყავს, იქ ისინი რა თქმა უნდა ელიანონ თითეული ქართველი უნდა იდგას მათ წინაშე უკანა თათებზე და შეუსრულოს მათი ნებისმიერი კაპრიზი, ჯერ გამოიცნოს და მერე შეუსრულოს. ხოდა თუ ვინმე გადაუხვია ამას, რა თქმა უნდა რუსების თვალსაზრისით იმსახურებს ლანძღვასაც და იმსახურებს თავზე მოსაქმეებასაც. ოღონდ აქ კიდევ არის ერთი რამე გათვალისწინებული, რაც უფრო დაუწევით, რაც უფრო თავს დაინცირებთ, რაც უფრო თავზე ნაცარს დაიყენთ, მით უფრო დაგიძახეთ პაპუას და ველურს და მით უფრო გადაწყვეტს, რომ აუცილებელია თქვენთვის რეგულარულად თავში წამოდგეთ. დიახაც, რომ ამათვის თქვენ ხართ დამცირებული, საქართველოს შედგება ველური პაპუასებისგან. ის რაც კახეთის სასტუმროში მოხდა, არც შემთხვევითია და არც ერთეული და ეს ყველა მიცის. შემოსეული ხორები გვექცევიან როგორც დაპყრობილ ქვეყანას, სადაც მოსულა ის, რაც მათთვის მათ ქვეყანაში არის შეუძლებელი. ჩემ დროს არ იყვნენ რუსული ტურისტები, მე გავხსენი მათ საქართველოში უვიზო მიმოსვლა. მაგრამ რომელი რუსი გაბედავდა სააკაშვილის დროს, ასეთ რამის გაკეთებას გაფიქრებასაც კი და შეგვიძლია იცოდე რა მოვიდოთ. იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელმაც მათ ჯარს შეუბრუნა ხელი. ესაა ქვეყანა, სადაც ის ჯარისკაცები, რომელიც მათ შეერკინენ, ის გმირი გალწუხელიძე მოიხსენება პიარის სუბიექტად და მისი ხსენება არ არის რეკომენდებული და უნდათ რომ დავიწყებას მის ხმაური იყო ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოს მესამე დარბაზში მიხეილ სააკაშვილი, როდესაც საუბრობდა სიტყვით, მან თქვა, რომ ყარს საქალაქო სასამართლოც და ამ დროს მოსამართლე მას შენიშვნა მისცა. სააკაშვილმა უთხრა მოსამართლე თამარ ვახარობილდეს, რომ ის ვერ დამშვიდებოდა, რადგან სასამართლო დამორჩილებული იყო ერთ კაცზე, რომ სასამართლო არ იყო სამართლიანი. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ან თავისუფლება, ან სიკვდილი ეს არის არჩევანი და დარწმუნებული არის, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფლებას მოიპოვებს. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი ფრაგმენტი მოვისმინოთ სააკაშვილის განცხადებიდან. ამ სასამართლოში ძალიან მძაფრად ცემს რუსული შარდის სული. ცემს როგორც შემადგენლობაში, ასევე აი ამ ბადრაგის მხრიდან, რომელსაც ეგან ბრძანება გასცა ჩემთვის ბორკილები მოეჭერათ ხელზე. კარგად მოუჭირეთ ბორკილები, ესე ჭორნულურად გასცა ბრძანება. იმიტომ ეს არის რუსეთის დაკვეთა. ეს არის ესენი გონიათ რომ ვითომ არაფერი. ეს არის რუსეთის დაკვეთა. და ეგ ასე რომ მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ უნდა გავიდეთ თავისუფლებაზე, ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ჩვენი ღირსება, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სიამაყე, იმიტომ რომ ჩვენი სიამაყის მოკვლა იყო ივანიშვილისთვის და აი ყველასთვის რუსეთის თავარი დაკვეთა, დამცირება საქართველოში და საქართველოს სიმბოლოების და ვერ დავშვიდები, იმიტომ რომ სანამ თქვენ ესეთ მონები ხართ, ვერ დავშვიდები, იმიტომ რომ მეწოდებით და
ვიცოდებ, მართლა მეცოდებ და მე და გითხრათ. ან თავისუფლება, ან სიკვდილი. და იქნება თავისუფლება და იქნება ჩვენი მტრის და მისი დამქაშების სიკვდილი. ამაში ეჭვგარ მეპარება, იმიტომ რომ ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავდგებთ. დიქტატურის წინააღმდეგ საჭიროა საზოგადოების გაერთიანება. ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განცხადება საქალაქო სასამართლოში, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა მიმართა სასამართლოს, დახურულ სასამართლო პროცესზე გააკეთა განცხადება, მან დატოვა ხტომათა დარბაზი და მიხეილ სააკაშვილი დააბრუნეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. რაც შეეხება ოპოზიციის დევნის საქმეს, მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს, წერილობით მტკიცებულებების საქმე სულ 47 ტომიანია, 43 ტომი არის წერილობითი მტკიცებულებები, როგორც პროკურორი აცხადებს და 43 ტომის გამოკვლევა უნდა მოხდეს საქალაქო სასამართლოში. ამ ეტაპზე დილის 11 საათზე დაიწყო სხდომა, ამ ეტაპზე მეორე ტომზე არის პროკურატურა, მიიღეს გადაწყვეტილება მხარეებმა, რომ დეტალურად გამოიყულიო მტკიცებულებები. ეს ადვოკატების ნაწილს უჩენს განცდას, რომ გარკვეულწილად შეცვლილი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ დროულად არ გამოცხადეს ამ საქმეზე ვერდიქტი, რადგან საზოგადოებას ახსოვს, რომ დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა პოლიტიკოსების დევნის საქმეზე სასამართლოს სხდომა. ახლა საინტერესოა, რამდენი პროცესი დაჭირდება პროკურატურას იმისთვის, რომ ყველა მტკიცებულება გამოიკვლიოს, შემდეგ უკვე ჯერი დაცვის მხარეზეა. ამასთან ერთად დღეს უნდა განისაზღვროს სასამართლო სხდომების თარიღი, რადგან სასამართლო აპირებს შვებულებაში გასვლა, შესაბამისად დიდი ალბათობით აგვისტოში სხდომები ვერ ჩატარდება. მოკლედ დღის ბოლოს უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, შეიცვალა თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება პოლიტიკოსების დევნის საქმეზე და როდი შეიძლება გამოცხადეს განაჩენი 8 პოლიტიკური ლიდერის საქმეზე. პირდაპირ ეთერში ნანუკა ქაჯაია საუბრობდა.